გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ზურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. საინფორმაციო გამოშვებას. რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ ოლიმპიურ ჩემპიონს პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანს. რუბრიკაში კვირის თემა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი შედგა, რომლის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. ჟენევის მოლაპარაკებებს დადებითად აფასებენ ქართული დელეგაციის წევრები. ვახტანგ ყოლბაიას შეფასებით საკითხების განხილვა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. თუ არ ჩავთვლით უმთავრეს საკითხს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების თემას, რომლის განხილვის დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კვლავ დატოვეს შეხვედრის დარბაზი. მოლაპარაკების მე-40 რაუნდზე ისაუბრეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე. გალში მცხოვრები ქართველთა უფლებების დარღვევაზე, პასპორტიზაციის პრობლემებსა და მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვის ფაქტებზე. ჟენევის პროცესი იმიტომ შეიქმნა, რომ იქ პირველი საკითხია დევნილების დაბრუნება. დევნილთა პრობლემები გადაწყვეტს, დაიწყოს მათზე კონსულტაციები, საქმიანი საუბარი. საბოლოო ჯამში დამთავრდა ამ საკითხთან დაკავშირებით იგივე დემარში და ადგენენ ამ მოლაპარაკების მაგიდიდან, მაგრამ მანამდე ჩვენ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად მოვასწარით პროცესების განხილვა. გიგა 82-ას საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ძალიან კარგად ჩაერთო როგორც სპეციალისტი ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საერთაშორისო სამართლის დონეზე თუ დაამტკიცა, რომ იქ არის დაუსჯელობის სინდრომი და ეს დაუსჯელობის სინდრომი დღეს თუ ხვალ სხვანაირად იფეთქებს და სხვანაირი შედეგები ექნება თვითონ აფხაზურ საზოგადოებაში. ამიტომ რა თქმა უნდა გიგა 82-ას საკითხი, გადასასვლელების დაკეტვის საკითხი ძალიან სერიოზული საუბარი იყო. განათლების საკითხებზე იყო ძალიან სერიოზული საუბარი იყო. იყო ბევრი პრობლემატური საკითხი განხილული, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად შემიძლია დადებითად შევაფასო, იმიტომ რომ ბევრი საკითხი ეს განხილვა მოხდა, მოვისმენთ პოზიციები, გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და მინდა კიდევ ერთხელ ამ კონტექსტში მადლობა გადაუხადოთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს. ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ მწვავედ დააყენეს რუსეთის ანექსიის პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში ეტაპობრივ ინტეგრაციაში. აღინიშნა ის, რომ საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაცვლად რუსეთი პირიქით აძლიერებს სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ამ ფონზე საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არ გამოყენების ვალდებულების დადასტურების მნიშვნელობა. ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. საქართველოსთან მონაწილეებმა დააყენეს ასევე საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მავნე პრაქტიკა და მოუწოდეს მონაწილეებს კვიპროსის მაგალითის მსგავსად პრაგმატული გზები გამოიძებნოს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლების უზრუნველსაყოფად. ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობას. მონაწილეებმა საქართველოსთან დაგმეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გეგმები, გალის მსგავსად ახალგორის სკოლებშიც შეზღუდონ მშობლიურ ენაზე სწავლება, რაც ნეგატიურ ასახვას პოვებს ბავშვების განათლების ხარისხზე. ქართველმა მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვეს ქმედითი ზომების მიღება მსგავსი სცენარის განვითარების აღკვეთის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გიგა 82-ას მკვლელის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობა.
რაზეც მკაფიო პოზიცია გამოხატეს თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა. შენევის მოლაპარაკებებისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართველი მონაწილეების კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უპასუხისმგებლო პოზიცია რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და ახალისებს ძალადობას ეთნიკურ საფუძველზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 10-11 ოქტომბერს გაიმართება. აფხაზეთის მეომართა კავშირის ყრილობა გაიმართა. ომის ვეტერანებმა ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირი აირჩიეს. ბატონი ჯანდრი უბირი აქვს ჩვენ კანდიდატი. ვინ არის? თანახმა არჩეულ იქნა აგრეთვე მეომართა კავშირის გამგეობის ახალი შემადგენლობა. შეხვედრის მონაწილეებმა ომის ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების აუცილებლობა აღნიშნეს. ყრილობაზე სამომავლო გეგმები დასახეს და მეომართა კავშირის საქმიანობის პრიორიტეტებიც განსაზღვრეს. როგორც ითქვა, მეომართა კავშირი, რომელიც არაერთი საკანონმდებლო ინიციატივისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორია, მიღებული ცვლილებების შემდეგ კიდევ უფრო ქმედითი უნდა გახდეს. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა დაამტკიცეს აფხაზეთის მეომართა კავშირის ახალი წესდებაც. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი საქმეები გააკეთა. ჩვენმა აქტიურმა მეომართა კავშირის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ დაეყენებინათ ჩემი კანდიდატურა და მე არჩეულ ვიყავი აი ამ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარედ. არის სხვადასხვა მოთხოვნები, თხოვნები, ანუ ის რეალური პრობლემები, რაც მოსაგვარებელია ჯერ კიდევ და ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ სახელმწიფოებრივი პრობლემის მოგვარებაში, რაც ქვეყნის წინაშე დგას. აფხაზეთის მეომართა კავშირის შეკრებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მე მინდა მოვულოცო ბატონ ჯანდრის მეომართა კავშირის ხელმძღვანელობა. ჩვენ აფხაზეთის ხელისუფლებამ ზათავარ ხელი შეუწყოთ, კონსულტაცია გავუწიოთ, მიმართულებები მივცეთ ქვეყანაში. ისეთი სიტუაცია, რომ მეომრებს აქ მაქსიმალურად გზახსნილი ყველა საკითხის გადასაწყვეტი. პატრიოტული სულისკვეთების აღზრდა ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი და თავარი პრიორიტეტული ამოცანა მეომართა კავშირისა. ღირსეული ადამიანია ბატონი ჯანრი უბირია და ვიცი რომ მეომრები მას ხარს უჭერენ. 3-4 წელი აფხაზეთის მეომართა კავშირს არ ყავდა თავმჯდომარე. ალბათ დადგა ის პერიოდი, როდესაც უნდა გადახალისდეს მუშაობა, გადაიხედოს რაღაც საკითხები და ალბათ მეომრები ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დააყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც იქნება ორიენტირებული მეომართა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ურთიერთთანადგომაზე და ქვეყნის მხარდაჭერას. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუბლით პატივი მივაღოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში და შიდა ქართლში. გმირულად დაღუპულ ბიჭებს, ასევე იმ მეომართა კავშირის წევრებს, რომლებიც დღეს არ არიან ცოცხლები. 2016 წლიდან საზოგადოებრივმა კავშირმა გაგრამ ფუნქციონირება განაახლა. დაიწყო გაზეთის გამოცემა, სადაც დაინტერესებული მკითხველი კავშირის საქმიანობის, გაგრის ისტორიული წარსულის, კულტურულ-არქიტექტურული ძეგლებისა და წარმატებული გაგრელების შესახებ გაეცნობა ინფორმაციას. საზოგადოებრივ კავშირ გაგრის გამგეობის გადაწყვეტილებით 25 წლის შემდეგ 2017 წლის 16 ივნისს საზეიმო ვითარებაში ქალაქ გაგრის დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში, გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში გაიმართა. მოეწყო ახალგაზრდა წარმატებული გაგრელი მხატვრის სალომე რიგვავას ნახატების გამოფენა და ჩატარდა კონცერტი ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი გაგრელების მონაწილეობით. შესრულდა გაგრის და ზოგადად აფხაზეთის თემაზე შექმნილი სიმღერები და მუსიკალური კომპოზიციები. წაიკითხეს ლექსები.
ძალიან სასიამოვნო შეხვედრა არის. ძალიან მიხარია რომ ჩემს მეგობრებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს ახლობლებს ხვდები. ძალიან სასიამოვნოა და მადლობას ვუხდი იმ პიროვნებებს, იმ ხალხს, ვინაც აი ასეთი ღონისძიება დაგეგმა. როგორც კავშირის თავმჯდომარემ ამირან დოლიძემ აღნიშნა, დაწესდება თარიღი, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აგვედგინა გაგრის დღე და დღეს ზუსტად მიუძღვნით დღევანდელ შეკრებას ამ გაგრის დღის აღდგენას. ჩვენი მიზანი არის ჩვენი საზოგადოება, გაგრიდან დევნილობაში მყოფი საზოგადოება შევკრათ, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის ძველი ტრადიციები, ის ძველი ჩვენი ურთიერთობა, თბილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. იმ ლამაზ პერიოდში, როცა ჩვენ ისე ერთად აფხაზ ძმებთან ერთად ცხოვრობდით და რაც მთავარია, ეს ურთიერთობა გადავწეთ ახალგაზრდა თაობას. ესაა დღევანდელი შეკრების მიზანი და დიდი მადლობა მინდვრობთ რა ყველას, ვინც დღეს აქ მობრძანდა, ვინც მონაწილეობას იღებს ჩვენს დღევანდელ ღონისძიებაში. რამოდენიმე დღის წინ აღინიშნა აფხაზეთობა და დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ერთგვარი გაგრძელება ამ აფხაზეთის დღეისა. აფხაზეთი ცხოვრობს, გაგრა ცხოვრობს და იმედიანადაა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენ ქალაქში. კავშირის გადაწყვეტილებით წარმატებული გაგრელები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. კავშირის გამგეობა მიმართა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სათვისტომოებს მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ გაგრის დევნილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურის მოღვაწეები და სხვა საპატიო სტუმრები. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში ხონსა და წყალტუბოში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. გამოკვლევები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ წამყვანი კლინიკების სპეციალისტები. ბენეფიციარებმა მიიღეს კარდიოლოგის, ეხოსკოპისტის, ქირურგის, თერაპევტის, ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება. ჩატარდა სკრინინგ ტესტები C-ჰეპატიტზე. ჩვენი ჩართულობა გამოიხატა C-ჰეპატიტის სკრინინგის განხორციელებით. ეს პროგრამა უკვე 2015 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ამ 2 დღის განმავლობაში უკვე აქტიურად ვიმუშავეთ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად სკრინინგის ღონისძიების კუთხით. სულ ამ 2 დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი იყო აქტივობა ხალხის მხრიდანაც, 153 პიროვნება იქნა გამოკვლეული, გვაქვს რაღაც 10%-მდე მაჩვენებელი C-ჰეპატიტის დადებითი შემთხვევების. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რამოთი ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვავლინეთ, გადამისამართებული იქნება უკვე სამკურნალო პროგრამაში, სადაც უფასოდ მათ შეეძლებათ, რომ ჩაიტარონ მკურნალობა და განთავისუფლდნენ ამ მძიმე დაავადებისაგან. ეს თითქმის ტრადიციად იქცა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი მეხუთე გასვლა, 2 იყო წყნეთში, იყო ბოლნისში, გუშინ ვიყავით ხონში და დღეს ვართ წყალტუბოში. ერთ-ერთი შესანიშნავი ღონისძიება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნაადრევად გამოვლინებას ვახდენთ ისეთი დაავადებებისა, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ შეიძლება შორსწავლულ ფორმებში აღმოგვეჩინა და ამის პროფილაქტიკაც ხდება, გამოვლინება ხდება დაავადებულების და მათი შემდგომი დაკვალიანება მკურნალობაში. რა თქმა უნდა, ამაში პირველი ლომის წილი აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ გვერდში ამოუდგეთ, შემდგომშიც გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას. სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალი პროცენტი გამოვლინება ხდება დაავადებებისა. მადლობელი ვარ, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ამ გასინჯვებში და ჩვენც კმაყოფილი ვართ ძალიან. სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი. სამედიცინო აქციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ზურაბ ჭედიას ნახატები გამოიფინა. ჭიდილი ასე ერქვა მხატვრის საავტორო გამოფენას, რომელზეც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებულა. სიმბოლურად მხატვარმა 60 და ცოტა კიდევ მეტი ნამუშევარი წარმოადგინა. ძირითადად დევნილობის პერიოდში შექმნილი ნამუშევრებია, როგორც თვითონ ამბობს, მაგრამ აფხაზეთის ზღვის, ნოსტალგიის და მონატრების თემა ძირითადია ამ ნამუშევრებში. მხატვარი ნამდვილად გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური ხელწერით, არაჩვეულებრივი ფერებით, ვისურვებდით, რომ ასეთი მაღალი დონის გამოფენები ჩვენ საგამოფენო დარბაზში ხშირად გამართული იყოს. საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ძალიან ესე იგი დიდი სიყვარული, დიდი პროფესიონალიზმით შესრულებული ნამუშევარი, მრავალი სურათი. დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ზურაბს, მის განვითარებას როგორც მხატვარს და რაღაც ჩამოყალიბდა. ძალიან საინტერესო მხატვარი და მინდა მიულოცო ეს. გამოფენა მხატვრის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. სწორედ ამიტომ ექსპოზიციაზე სიმბოლურად 60-მდე ნახატი გამოიფინა. განსაკუთრებული ნახატი არ აქვს, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს, განსაკუთრებული ადგილი მის შემოქმედებაში მაინც აფხაზეთს უკავია. 60 წელი შემესრულდა და თავისთავად ხადია, ანგარიში უნდა ჩავაბარო ჩემს ძმებს, მხატვრებს. მინდა რომ წავდგე ჩვენი საზოგადოების წინაშე პირნათლად, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არა ვარ და პირობები არ მაქვს იმ ყველაფრის, რაც აფხაზეთში მქონდა, მაინც ვაგრძელებ მუშაობას და მუშაობ შემოქმედებითა და მინდა რომ განვაახლო ჩემი შემოქმედება. ცხოვრება იცვლება თავისთავად და მხატვარი და შემოქმედი იმისაა, რომ ცხოვრებას უნდა გაუსწოროს თვალი და უნდა იყუროს წინ. თუ უნდა შემოქმედებითი ზრდა, თუ ადამიანი ჩაიკეტა მithomedes ხელოვანი თავის თავში, არ გამოუვა ხელოვნება და ამიტომ ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ რაც მოგცა, იმ ყველაფერს უნდა მოუვარო და მივხედო. სტილური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ზურაბ ჭედიას ნამუშევრებს ერთი საერთო, ტკივნეული და სევდიანი ხაზი გასდევს, აფხაზეთის მონატრება. ჯომერდობა რისკიანი სპორტის სახეობაა, რომელიც ბოლო წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. სპორტის ეს ექსტრემალური სახეობა ჩვენს ქვეყანაში 60-იანი წლებიდან დამკვიდრდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. ტურნირი აფხაზეთის თასზე უკვე მესამე წელია ტარდება და მასში ამჯერად 15-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების გუნდები, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრის გუნდები. მონაწილეობდნენ აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვეტერანთა დეპარტამენტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გუნდები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, ჩვენი კოლეგები პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას აფხაზეთის თასზე გამართულ ჯომარდობის ტურნირში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურნირის ჩატარება, იმიტომ რომ ჩართული იყო მთლიანად ჩვენი აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, უწყებების წარმომადგენლები, სპორტის სამინისტროს, აღმოსავლეთ რეგიონის წარმომადგენლობა და მრავალი სხვა ორგანიზაციები. კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, ცხინვალის წარმომადგენლები, სამაჩაბლოს უпроსორად მისასალმებელია, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თვითონ სამაჩაბლოს ხელმძღვანელმა ბატონ დიმიტრი სანაკოევმა. ჩვენი ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ჯომარდობის პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთი
რამოდენიმე საათით მოწყდა ეს ჩვენი საზოგადოება იმ დატვირთვას, იმ ყოველდღიურ შრომას და მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია თვითონ თქვენი მოღვაწეობა აფხაზეთის ტელევიზიის, რომ ესე აქტიურად და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ მეორე ადგილი. მინდა აღვნიშნო, რომ ესეთი ტიპის ღონისძიებების ხელშეწყობა საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხრიდან არის ყოველწლიური და ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ. ვინაიდან ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და რასაკვირველია, მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ იმ დევნილი მოსახლეობის სოციალურ აქტივობას ემსახურება, რომლებიც დღეს ჩვენ გვყავს და ვფიქრობ, ესეთი სტილის პროექტები იქნება ძალიან კარგი მომავალშიც. თუ მოხდება მაქსიმალური ინტეგრაცია ესეთ პროექტებში დევნილი მოსახლეობის და აგრეთვე სხვა პროექტებში, ჩვენ ვაჩუქებთ მათ ოდნავ სიხარულს და იმედს იმისა, რომ არაფერი არ არის დაკარგული და ყველაფერი და მთავარი ბრძოლა კიდევ და კიდევ წინ არის. პირველ ადგილზე გავიდა და აფხაზეთის თასი ჯომარდობაში მოიპოვა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ცენტრის ერთ-ერთმა გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, მესამე ადგილზე კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი. ნამდვილად საინტერესო დღე იყო. საინტერესო თავგადასავლებით, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი არ იყო ძალიან მზიანი, ცოტა ციოდა კიდევაც, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მიიღო მონაწილეებმა მობილიზებისა და თავდადების ხარჯზე საკმაოდ კარგი დღე ჩატარდა. ძალიან გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში აფხაზეთის მთავრობას, განათლების და კულტურის სამინისტროს, ძალიან არაჩვეულებრივი საღამო მოგვიწყეს, ვის სიამოვნეთ და მინდა რომ ეს გამარჯვება მივუძღვნათ აფხაზეთს. ჯომარდობის რისკიანი სახეობა შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობებში ნებისმიერი ადამიანისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო სპორტია. როგორც წესი, ერთხელ ნავში მოხვედრილი ადამიანი ინტერესდება სპორტის ამ სახეობით. ამ ხრივ გამონაკლისს არჩენის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის თანამშრომლები წარმოადგენენ, რომლებსაც მომავალში აფხაზეთის თასის მოპოვების რეალური ამბიცია ამოძრავებთ. ჯომარდობაში ვღებულობთ პირველად მონაწილეობას. ისე მოხდა, რომ ექვსკაციანი გუნდის ნაცვლად მივიღეთ 5 ხმაკაცმა მონაწილეობა. ავიღეთ მეორე ადგილი, კარგი შედეგია და თუ უწყებები ისე გააკეთებენ მსგავს ღონისძიებებს, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. ექსტრემალური სპორტის სახეობა და ძალიან მომეწონა. პირველად ვღებულობ მონაწილეობას მე, ისევე როგორც ყველა ჩემი გუნდის წევრი, ულოცავ ჩემ გუნდს. რაც ყველაზე მთავარია, პირველად მივიღეთ მონაწილეობა, სადაც დავიკავეთ მეორე ადგილი. კმაყოფილი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ 5-კაციანი გუნდი ყავდა 6-კაციანის ნაცვლად, მაგრამ მაინც შევძელით იმდენი გავაკეთეთ, რომ მეორე ადგილზე გავსულიყავით. დღევანდელი დღე იყო დატვირთული ემოციებით. მინდა ჩვენ 5-კაციან გუნდს მადლობა გადავუხადო მეორე ადგილის დაკავებისათვის და მომავალში იმედია გავაგრძელებთ და უფრო დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. ამ გამარჯვებას, ამ მეორე ადგილს უძღვნი აფხაზეთს. ტურნირის ბოლოს გამარჯვებული გუნდები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. კვირის თემა. ოკუპირებულ აფხაზეთში განუკითხაობა და დაძაბულობა პიკს აღწევს. სოხუმში დანაშაულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ოკუპირებული აფხაზეთი ქართველთა ფუნდამენტური უფლებების შელახვის, მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გარდა ბოლო პერიოდში აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და მარიონეტულ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებითაც იპყრობს ყურადღებას. აფხაზეთიდან მიღებული ბოლო ინფორმაციები ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი ღრმა კორუფციულ და კრიმინალურ ჭაობშია ჩაფლული, რასაც შესაძლოა სოციალური ან პოლიტიკური აფეთქება მოყვეს და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ცვლილებით დასრულდეს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სოხუმის ცენტრში აფეთქებების, ახალგაზრდებზე გახშირებული თავდასხმებისა და მკვლელობების გამო უკმაყოფილებას დიდი ხანია გამოთქვამენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ხაჯიმბა ვერ მართავს სიტუაციას და ქვეყანა უფრო რთულ სიტუაციაშია, ვიდრე მარიონეტული ხელისუფლება ამბობს. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება პროტესტს ყურად არიღებს და შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში განუკითხაობა და დაძაბულობა პიკს აღწევს.
ბოლო დროს მკვლელობებისა და დანაშაულთა რიცხვმა კიდევ უფრო იმატა. სოხუმში გახმაურებული საქმე არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მისი დისმკვლელობა აფხაზეთის საზოგადოების ნაწილის საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. გაუპატიურებაში აფხაზეთის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ასტამურ ჯოპუაა ეჭვმიტანილი. ბრალდებული, რომელიც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელია, გავრცელებული ინფორმაციით ჩღამაზიების ოჯახში ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და იარაღის მუქარით წაიყვანა აუტიზმით დაავადებული 14 წლის ლიანა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააშინა და გააუპატიურა. ამის შემდეგ მალევე სოხუმის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ლიანას და ორი შვილის დედა 22 წლის ანჟელა ჩღამაზია, რომელიც ასტამურ ჯოპუას ნაცნობი იყო. ლიანას დისმკვლელობაში ეჭვმიტანილია გოგონების მამა რუსლან ჩღამაზია. მასზე გამოცხადებულია ძებნა. აფხაზური პრესა არ წერს მიზეზს, რის გამოც შესაძლოა მამას შვილი მოეკლა. ამ საზარელ ისტორიას სხვა კონტექსტიც აქვს. ბრალდებულ ასტამურ ჯოპუას ოჯახი ეგრეთ წოდებული აფხაზური ელიტის წარმომადგენელია. მისი ძმა ალმასი ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატია. პარტია აინარის ლიდერი. მისი მამი და ტალი ჯოპუა დე-ფაქტო სახელმწიფო ტელერადიო კომპანიას ხელმძღვანელობს. ტალის მეუღლე ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახიაა. ასტამურ ჯოპუა ხელისუფლებას თავად ჩაბარდა, თუმცა ბრალს არ აღიარებს. ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულმა მძიმე დანაშაულებებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უკიდურესი აღშფოთება და შიში გამოიწვია საზოგადოებრივ წრეებში, სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო საშუალებებში. აფხაზური საზოგადოება სულ უფრო ხმამაღლა მსჯელობს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო სტრუქტურები კრიმინალურ სიტუაციას ვერ უმკლავდებიან და ხშირ შემთხვევაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქალებმა საგანგებო განცხადებით მიმართეს დე-ფაქტო პარლამენტს და პირადადაც შეხვდნენ დეპუტატებს. ეს ტრაგედია მოთმინების ფიალის ბოლო წვეთია, განაცხადა ორგანიზაცია ქალები პოლიტიკაში თავმჯდომარე ირინა აგრბამ. მისი ინფორმაციით მკვლელობები მოხდა ჯერ გუდაუთაში, მერე ოჩამჩირის რაიონში. ერთი ქალი ჩამოახრჩეს, 16 წლის ბიჭი დახვრიტეს, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ამ დროს კი საზოგადოება დუმს. ყველა მიცის მკვლელი ვინ არის და არ ამბობენ. საერთოდ რაზე ფიქრობთ პარლამენტარები? შეშფოთებულია ირინა აგრბა. ასი და ლომია კი დე-ფაქტო კანონმდებლებს მიმართავს, თუ მამაკაცები ხართ, ნუ გაჩუმდებით. ახლა მაინც ამოიღეთ ხმა და აჩვენეთ ყველას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ციზა გუმბა აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. ის მაინც გააკეთეთ, რომ დაზარალებული ოჯახი პირად კონტროლზე აიყვანეთ. ფსიქოლოგ ელენე ქორთუას განცხადებით, არასრულწლოვნებზე ძალადობა გახშირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. განსხვავება ისაა, რომ ლიანა ჩღამაზიას ოჯახმა მილიციას მიმართა. შეხვედრაზე დაისვა ასევე საკითხი ჟანა სურმანელიანის ბედზეც იმსჯელონ, რომელსაც მხეცურად მოუკლეს 9 წლის შვილი. ბოლო ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე დაზარალებულს ნერვებმა უმტუნა და თავს დაესხა ეგრეთ წოდებული პროკურატურის თანამშრომლებს, რის გამოც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეგრეთ წოდებული კანონმდებელი დიმიტრი დბარი კი დე-ფაქტო აფხაზეთის სირცხვილს უწოდებს მომხდარ საშინელ ტრაგედიას. შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ოკუპირებულ აფხაზეთში არ ხდება საქმეების ობიექტური გამოძიება, მოწმეების ჩვენებების გაყალბებით. არის შემთხვევები, როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ნათესავებს პასუხისმგებლობას არიდებენ. შეხვედრას დე-ფაქტო პარლამენტარებთან ჩღამაზიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციონერებმა სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ და გამოძიების მსვლელობას გააკონტროლებენ. თავის მხრივ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და სხვა ხელისუფალნი დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ ითქმება. ამ მოვლენების ფონზე კი სოხუმის რაიონულმა სასამართლომ ასტამურ ჯოპუას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩღამაზია კი იმალება. საინტერესოა კრიმინოგენული მდგომარეობის გამწვავებით გამოწვეული აფხაზური საზოგადოების პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში რა შედეგს გამოიღებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხაჯიმბა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოვლენების ფონზე სამარცხვინო საქმიანობით ვანუატუს პრეზიდენტის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილების გაგზავნით არიან დაკავებულნი.
პარამოფარიკავე, ოლიმპიური ჩემპიონი. ოჩამჩირელი ირმა ხეცურიანი რუბრიკაში პორტრეტი. ვარ აფხაზეთიდან, ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე, 7 წლის გავხდი აფხაზეთიდან, რომ იძულებით მოგვიწია გადმოსვლა ჩვენს საქართველოში, მაგრამ სხვა მხარეს. დიდი ტრამვა იყო, უბრალოდ იმ პერიოდში ვერ ვითავისებდი ამ ყველაფერს ისე კარგად. იყო ძალიან მძიმე წლები და შემიძლია ვთქვა, გაცილებით მძიმე, ვიდრე ეტლი იყო ჩემთვის. ყოფილა პერიოდი, როცა სკოლაში დაუცინია ვიღაცას რომ ჩანთა რატომ არ გაქვს პარკით რატომ დადიხარ და დედა ჩემს ისე მივარ და იცი რამე ჩანთა უნდა მქონდეს და რა სკოლაში არ წავალ. მართლა ზედმეტად გაჭირვებული ცხოვრება გამოვიარე პატარა ასაკში და ალბათ ჩემზე უფრო გაჭირვებულებიც იყვნენ იმ პერიოდში. სკოლაში საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი. წარმატებით დავამთავრე 11 კლასი და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში ჩავაბარე ქუთაისში იყო ესეთი აკადემიური სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საუბედუროდ პირველი კურსის დახურვის პროცესში უკვე აღმომაჩნდა ეს ჩემი აუბედითი დაავადება. გავიკეთე უკვე სასწრაფოდ ოპერაცია და მე უნივერსიტეტი მართლა აღარავის აღარ გახსენებია და ბოლოს როცა მოვიკითხე რომ მოვედი აზრზე რომ იქნებ გავაგრძელო იყო ძალიან გვიანი იყო, იმიტომ რომ საბოლოოდ გარიცხეს ეს გოგო უნივერსიტეტიდან და სამწუხაროდ არაინფორმირებულობის გამო. უდიპლომურ ძალი ვარ. მე არ ვთვლი რომ ეს რაღაცა კატასტროფაა, იმიტომ რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩემ ახალ ცხოვრებასთან ერთად დავიწყე რაღაც სხვადასხვა კურსების გავლა, სერტიფიკატები და ასე შემდეგ და მე მომწონს ეს ყველაფერი. გამიჭირდა ის პერიოდი, როცა 18 წლის ასაკში იგებ რომ შენი სხეულის რაღაც ნაწილი, მამოძრავებელი ნაწილი, რომელიც გადაადგილებაში გეხმარება, უკვე ვეღარ დაგეხმარება ამაში და შეიცვალა ყველაფერი. სადღაც 1-2 წელი, 3-ით შემიძლია ვთქვა, რომ აი მძიმედ გასტანა იმ დეპრესიამ, რომელიც მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებზე გადაწყდა და რომლის მსხვერპლიც მხოლოდ ძირითადად დედა ჩემი იყო. ვერ წარმომედგინა ეტლი და ახალგაზრდა გოგო, ეტლი და ახალგაზრდა ადამიანი. სარეაბილიტაციო ცენტრში წავედი უკრაინაში და იქ 2 კვირა შაქში ვიყავი, იმიტომ რომ უამრავი ხალხი ვნახე ეტლით მოსარგებლე, რადგან მე თავი საქართველოში მხოლოდ ერთადერთი მეგონა ამ მდგომარეობაში და უამრავი ადამიანი ვნახე სხვადასხვა შეზღუდვებით, არა მარტო ეტლით მოსარგებლეები და მამაჩემს მოხუცები გარდამტოვებითი. და ამ ყველაფერმა რაღაცნაირად ზედმეტად დიდი გავლენა იქონია ჩემზე. საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან ცუდი იყო. არ ვიცი, შეიძლება მეც იგივე გამეკეთებინა, როცა ეტლით მოსარგებლე დამენახა, გადაადგილება რომ შემძლებოდა და ეს ფაქტი პირადად მე არ შემხებოდა და ამიტომ მე აუბრაზდები არავიზე და ზოგადად არც მაქვს ალბათ უფლება გავბრაზდე. ყველას აქვს თავისი ემოცია და თავისი ემოციის გამოხატვის უფლება. მე მივხვდი ამას უკვე ძალიან გვიან, თუმცა იყო პერიოდი, როცა ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა. დღესდღეობით ჩვენ ვამკვიდრებთ უკვე იმ ფორმატს, რომ არ გვინდა ვიყოთ განსხვავებულები. რა თქმა უნდა, ფიზიკური შესაძლებლობებით შეიძლება განვსხვავდებით, როცა სწორად მიაწვდე ინფორმაციას, ძალიან კარგად იცის საზოგადოება თანადგომაც. ყველაფრის კარგად გაგება და ამ ყველაფრის კარგად გააზრება. მე ვთვლი, რომ ჩვენგან უფრო უნდა მიდიოდეს ის აქტივობა, რაც დღესდღეობით ჩანს და სახეზეა. მაშინ იყო კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ესეთი ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც უკვე პირველად გამოვედი ესე ღიად საზოგადოებაში და ნუ ფართე ასპარესზე და პირველად ჩამოვედი ბოულინგ შეჯიბრზე თბილისში. და ეს იყო რაღაც ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტი, იმიტომ რომ თან სასიხარულო, განა რაღაც მიუღებელი, უბრალოდ სასიხარულო და წარმოუდგენელი, არ ვალოდებოდი ამ ყველაფერს. და შემდეგ უკვე იყო ბანაკი სენაკში, სადაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ასწავლიდა დამოუკიდებლად ცხოვრებას ეტლით მოსარგებლეებს.
ბევრი ინფორმაცია წამოვიღე იქიდან და კვალიფიციური ტრენერი ვარ დღესდღეობით ამ საკითხში, როგორ უნდა გააგრძელოთ დამოუკიდებლად ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ადამიანმა. იმდენად მომეწონა ის გასვლა გარეთ და იმდენად მომეწონა აქტიურობა, რომ მეთქი რაღაცა უნდა ვიღონო და მაშინ იყო ეს ბედნიერი ზარი, როცა დამერეკეს და მითხრეს, რომ იყო ესეთი კომიტეტი, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, სადაც სჭირდებოდათ ქალი ეტლით მოსარგებლე კადრი და რომ ეს კადრი ვიყავი მე. ოპერაციიდან მერვე წელს, უკვე მე-9 წელს აქ წამოვედი, მუშაობდი საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფის მენეჯერად და შესაბამისად იქ შემოვიდა შემოთავაზება, რომ არსებობს კატეგორია ხალხის ჯგუფი, რომელსაც სურს დააფუძნოს და განავითაროს საქართველოში ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობა. სიახლეების სიყვარულის გამო დავთანხმდი და ვთქვი, ერთი დღე დამჭირდა ამ ყველაფრისთვის, თუმცა ვთქვი, რომ რატომაც არა მოვსინჯავ ჩემს შესაძლებლობებს და თუ გამომივიდა თუ არა და შევეშვები და მორჩა. და როგორც კი აი პირველად იარაღი დავიჭირე ხელში და ეს იარაღი იყო რაპირა, ვთქვი, რომ ეს ჩემი სპორტის სახეობა და აუცილებლად უნდა დავეუფლო პროფესიონალიზმის დონეზე და რადგან გადავწყვიტე ბოლოს აი ნაბიჯ მოვედით აქამდე. ძალიან ბევრი სირთულე იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, სისტემატიური გონებრივი დატვირთვა, იმდენად საინტერესოა და იმდენად მიმზიდველია და გითხრეს შიგნით, თუ შეგიყვარდა იქ ყველაფერი დამთავრებულია და დღესდღეობით აი ფარიკაობის კეთ ვეღარ ვიხედები მართლა. ძირითადი ღერძია და ამ ღერძის გარშემო მატრიალებს როგორც უნდა ისე. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სპორტი საზოგადოებასთან, ადამიანებთან ურთიერთობის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის, საკუთარი თავის რეალიზების. იმდენად გადავერთე სპორტს, არანაირი კომპლექსი აღარ მაწუხებდა. მე ვიცი რას ვაკეთებ, მე მაქვს კონკრეტული მიზანი, ანუ მიზანმიმართული გამხადა უფრო ბრძოლის უნარიანი და ზედმეტად თავისუფალი, იმდენად საერთოდ გავიხსენი და საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ მე ეტლით მოსარგებლე გოგო ვარ, რომელსაც რაღაცა ბარიერი შეიძლება წინ შემხლოს და რომ არა ფარიკაობის ეს ოჯახი, ეს გარემო, ის რაც დამახვედრეს შიგნით არ ყოფილიყო, ალბათ მე არ მექნებოდა ეს ყველაფერი დღეს. სულ სხვანაირი იმავარ, იმიტომ რომ ჩემი საქმე ვარ, ჩემი თავი ვიპოვე და ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. პირველივე შეჯიბრიდან უკვე რაღაცა წინსვლები გქონდა, მეორე შეჯიბრზე უკვე მედალი წამოვიღე ბრინჯაოს სინჯის რაპირით ფარიკაობაში და შემდეგ უკვე იყო ვერცხლი, ბრინჯაო, ოქრო, პირველი ოქრო ხმალში იყო რაღაცა სასწაული განცდა და როგორი სიამაყეთ ვიყავი სავსე, რომ ჩემი ჰიმნი, ჩემი დროშა, მაგრამ ჩემი არა, ჩვენი ქვეყნის ეს ფრიალებდა მე ვიყურებდი და ჩემი ტექსტი არ მოვიწყდებოდა სიტყვით ხაბასხობით წინა დღეს ვიზაპირებდი რომ მე უნდა მოვიგო უეჭვი და აუცილებლად უნდა ვიმღერო ჩემი ჰიმნი. ეს იყო საფრანგეთში, პარიზში, ძალიან ამაღლებელი ემოციური მომენტია, როცა შენი მწვრთნელი, შენი გუნდი, აი ამდენი შრომა, ამდენი ჯაფარო ყველაფერი ერთად ჩადებულია შენში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რა გაწევს მხრებზე და თან რო იცი რომ უნდა მოიგო. სხვა გზა არ გაქვს და აი ამ ყველაფერს რომ შეასრულებ, რაც დავალებული გაქვს, ეს არის უკვე გამარჯვება საკუთარ თავზე ალბათ და იმდენად ამაყი ვიყავი ჩემი ჰიმნით და ჩემი დროშით, რომ ყველას მინდოდა გაიგო რომ ეს საქართველო, ეს ქართველები ვართ. ტიტულებს რაც შეეხება, იყო ორი ტიტული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს არის მსოფლიო მასშტაბით პირველ ნომრად აღიარებული ხმლით მოფარიკავე ქალი მსოფლიოს. ესეთი იყო 2016-2015 წლების და 2016-2015 წლების იყო ასევე სპორტის სამინისტროსი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოფარიკავე პარასპორტსმენი ქალი. თუმცა ყველაზე ესეთი გრძნობების რაღაცები და სენტიმენტებში წავედი მართლა იყო აფხაზეთის სამინისტრო ამერიკა და მთხოვა რომ გვაქვს აფხაზეთობა დღეს და გისწავთ რადგან გვინდა დავაჯილდოთ აფხაზეთიდან თავის საქმეში წარმატებული ადამიანი და ესეთი ერთ-ერთი სპორტსმენი აღმოჩნდი მე ეტლით მოსარგებლე. ერთ-ერთ გადაცემაში იყო ჩემი ბლოკი, სადაც ვასრულებდი გადაცემას და ძალიან პოზიტიური ბლოკი იყო მძიმე თემების შემდეგ და ჩემს მეუღლეს გიორგი დანელიას უნახავს ეს გადაცემა და რაღაც გასჩენია სურვილი მოეწერა. თუმცა მე ეს მონაწერი სოციალურ ქსელში Facebook-ზე ნახე 10 დღის შემდეგ. იმიტომ რომ ეხა ოქტომბრის თვე იყო საერთოდ არ მაინტერესებდა არავინ, იმიტომ რომ ოქრო ავიღე და პირველი ოქრო იყო და ბედნიერი ვიყავი ამით
და არც სოციალურ ქსელში არ ვარ ისეთი აქტიური იმ პერიოდში და რომ ჩამოვედი საქართველოში, რომ მოვსულიერდი ცოტა და ეს ემოციები უკვე გვერდზე გადავდე. მეთქი ვიფიქრე, წავიკითხავ ხა ვინ რა მომწერა, ვინ რა მისურვა და ყველაზე მოკლე ტექსტი ვისაც ქონდა გამოგზავნილი, ის წავიკითხე. იყო სულ 3 სიტყვა, ძალიან ლამაზი ხარ. და მე ძალიან დიდი მადლობა და ნუ წამოვიდა SMS-ების ცვენა. მართლა არ ველოდებოდი რომ მოვლენები ესე განვითარდებოდა, იმიტომ რომ მზად არ ვიყავი ურთიერთობისთვის, რამოდენიმე წარუმატებელი პირადი ცხოვრების გამო მე შინ უნდა კიდევ ურთიერთობის დაწყება, მე სპორტს ვერ დავდო. პირველი ჩემი სიტყვები იყო ის, რომ ფარიკაობის გარეშე მე არ ვარსებობ, წარმოიდგინე, გაიცავისე, გაიაზრე და ალბათ უხარ მზად. ძალიან ჯიუტია. რომ არ ამის სიჯიუტე. ალბათ არ ვიქნებოდი დღეს ერთად. მაქსიმალურად ვცდილობს რომ ხელი შემიწყოს, ანუ გვერდით ყავს ის ამყავს რომ თვითონაც ჩემთან ერთად არის, მუშაობს ამ ცენტრში, თანხმოვანი ასისტენტია. ზოგადად არ მიყვარს რაღაც ვირტუალური ურთიერთობები, შევთავაზე რომ მინდოდა მისი პირადად გაცნობა. და დაახლოებით თვენახევრის მერე დავითანხმე პირადად. გავიცანით ერთმანეთი. ძალიან მაინტერესებდა ეს ერთი ადამიანი ამ დერამეს როგორ აკეთებდა ზოგადად, იმიტომ რომ როგორც მისი მეგობრებისგან მქონდა გაგებული, ცხოვრობდა მარტო, ყველაფერს აკეთებდა მისით. როდესაც ადამიანი ეტლში ზის და ამ დერამეს აკეთებს თავისით, ძალიან დამაფიქრა ამ ყველაფერზე. მე არავისგან არ მსმენია რაღაც უარყოფითი ეთქვა ვინმეს ირმას მიმართ, პირიქით. ყველა კმაყოფილი იყო მისი გაცნობით. იქიდან მოყოლებული თითქმის ერთად ვართ და ერთად ვატარებთ ძირითად დროს. ირმა ჩემთვის ცოტა განსხვავებული პიროვნებაა. მეორე წელი ხდება, რაც ერთად ვართ. ნოემბერში ქონდა ქორწილი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ადამიანის გვერდზე ვცხოვრობ. ამ ადამიანთან ერთად ცხოვრება მიწევს. კი, დაახლოებით 360 დღის განმავლობაში შეიძლება 300 დღე ვარჯიში იყოს, მაგრამ ყველანაირად უწყობთ ერთმანეთს ხელს. ჯვარი ქაშვეთის ეკლესიაში დავიწერეთ. განა ეტლით მოსარგებლები ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ გათხოვილან ან არ დაუწერიათ ჯვარი, ან არ მოუყვანიათ ცალი, მაგრამ აი ესე პომპეზურად, რომ არაფრის არ ერიდებოდა ეს თავისუფლად, ესე მსუბუქად და ესე ჩვეულებრივად მგონი პირველი მე შევედი ტაძარში, რომ არავის არ მემალებოდი და იყო რაღაცნაირი შეგრძნება, რომ დიახ, მე დღეს ჯვარს ვიწერ მე რა. ფარიკაობის გარდა მასთან მაკავშირებს უდიდესი მეგობრობა. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ მას თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობ, ყველანაირად გვერდში მიდგას, როგორც პარტნიორი და ასევე როგორც მეგობარი. როდესაც მე ფარიკაობ, ირმა არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მე მავსებს მისი შეძახილები, მისი ემოცია და ხშირ შემთხვევაში ის არის მიზეზი, რომ მე ის კონკრეტული ბრძოლა მოვიგო. პოზიტივს ასხივებს ყოველთვის და ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში ნათელი წერტილია, სხივი, მზე გოგოა. ხაზეთი. ჩემს წარმოსახვაში ზუსტად ისეთივეა, როგორც დავტოვე. თუმცა ის პერიოდი არ მინდა მახსოვდეს, როცა ჩემი სახლი იწოდა, იმას უყურებდი. უფრო მანამდელი პერიოდი, როცა ყველა ბედნიერი იყო, ყველა კარგად იყო, სხვაგან გული უბრალოდ არ მიგვიწევდა. მაგრამ შინაგანად სულ მაქვს იმის სურვილი, რომ იქ მინდა ვიყო ის ჩემი სახლი ისევ ისეთი იყოს. იმიტომ რომ მაშინ სიცოცხლე იყო და ჩქეფდა და გქონდა ზღვა, გქონდა მდინარე, ერთ პატარა სოფელში, გქონდა ბუნება სასწაული. ეგ არის ძირითადი და გადაულახავი ტკივილი, შინაგანი. მე დღემდე ვერ ვუყურებ ბრძოლის მომენტებს, დღემდე ცუდად ვხდის, როცა რეალურ კადრებს ვხედავ, იმდენად მწარე იყო და იმდენად მტკივნეული იყო, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იქნება როგორმე დამავიწყდეს და არ გავიხსენო. მიუხედავად იმისა, რომ აი ამდენი ტკივილი გვახსოვს, ჩვენ ალბათ არანაკლები ტკივილი აფხაზ მოსახლეობას ახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქაც დაიღუპა და იქაც განუკითხაობა იყო და არ ვიტყვი, რომ მარტო ქართველები დავზარალდით, მე რა თუ იქ დარჩნენ. მე ვთვლი, რომ ის ცხოვრება, რა ცხოვრებითაც ისინი ცხოვრობენ, ცხოვრება არ არის. მომავალი თაობები თუ ერთმანეთს ვაპატიებთ და შეურიგდებთ და თუ ზემოთ აღნიშნული ქვეყანა არ შეგვიშლის ხელს ამ ყველაფერს და ისევ სიძულვილის ენას არ დათესავს, ალბათ გადაიჭრება ეს პრობლემა და მოგვარდება ეს პრობლემა. ჩემთვის მონატრების ყველაზე ისეთი დიდი განცდა არის აფხაზეთი.
ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.